ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე, რომელიც რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიხეილ სააკაშვილის, ზურაგ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს, სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. დღეს სხდომაზე საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს. პროცესზე ადვოკატები საქმის წარმოების შეწყვეტას ითხოვდნენ. მათი თქმით, საქმეში არაფერია ისეთი, რაც შეიძლება დანაშაულად იქნეს მიჩნეული. პროკურატურა კი პირიქით მიიჩნევდა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც სასამართლომ დასაშვება ცნო, ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტს აკმაყოფილებდა და საქმე არსებითად განსახილულად სასამართლოს უნდა გადაცემოდა. სხდომას მამუკა ხაზარაძე, ნიკა მელია და ელენე ხოშტარია არ ესწრებოდნენ. ნიკა გვარამიას ადვოკატის ქეთი ჩომახაშვილის თქმით, ბრალი არ შეიცავს აღწერას, სად როდის რა ქმედება ჩაიდინა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა და რაში გამოიხატა ამ ქმედების დანაშაულებრიობა. პროცესზე სიტყვით გამოვიდა ნიკა გვარამიაც. ჩემს ადვოკატს ხოლმე შეიძლება ეს ორი წინადადება, სადაც გახსენებინა და ჯობირება არა. რომელიც დოკუმენტი, სადაც ვახსენებ რა ორი სპორტს, მაჟორს ეტაკი გაუგზა რამაჟორიანის ჩვენები. სადღაც გახსენები, სად არსებობს ამ საქმეში სახელი და გვარების მი, რა გამოვიყენო არა ის მითხარ, საბოლოო ჩამდგენია ეს არის შესაძლებელი ფოტოები რაჟოში გამოყვანილია. რა თქვი არ გამოგცია და მითხარ და მე გამოგცია თუ არა. მაგრამ საერთოდ არ ვიცი. ადვოკატები ამბობდნენ იმასაც, რომ წარმოდგენილ საქმის მასალებში ვერ აიდენტიფიცირებენ მტკიცებულებებს, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ეხებათ. მათი განმარტებით ბრალდებულებს სამ სხვადასხვა საქმეზე ედავებიან, თუმცა განხილვა ერთად მიდის და სამი სხვადასხვა საქმის მტკიცებულებები ერთადაა ჩაყრილი. პროცესის მიმდინარეობისას სიტყვით ისარგებლა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. შეუძლებელია არ დავხდებოს იმაზე, თუ რა უნდა იყოს მომავალი. იმიტომ რომ ჩვენი განსხვავებები იმდენად პატარა იგიც გამოძიებას შედარებით პრობლემებს შეეკვეთა რეალობას და პრობლემებს ჩვენი მასკერე ძალიან მაგარი რაღაცა რა შეუღვებით არაფერს არ მივიღებ სისტემის პირას ვიყავი სამოქოში პრაქტიკულად ჩამოშორე პროცესზე მაშინ შეგვიძლია საერთოდ დაიხრიჭა და ძალიან ბევრი რაღაცა მოხდა არ შეიძლება ერთი ციფრიდან ციფრებში ჩამოშორე ეგრევე შემოდის ინფორმაციაში შეიძლება და ეგრევე სარგებლობს ამბობ ჩვენ არ შეუღვებით და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. მე ვიგაჩი რომ ყველას გაერთიანება არის საბოლოოში გადაუვალი და შეეგუბრებს ძალიან კარგიზმურ ფორმაში, მენტალურ ფორმაში. ჩვენ ყველა ნახეთ შოუ რომელიც აკმარდება. მართალია გამოურის გამოყენებას ვიღებ. მე ვიმარჯვებ დამატებით საერთოს კიდევ 3 წელი, ესე იგი 16 წელი მეკრება საჯელი უპასებელია პედოფილებს და კვლევებს სერიულ კვლევებს უშია. პროცესის დაწყებამდე საბოტაჟის საქმეში ბრალდებულმა ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მათ ამერიკის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების გამოასამართლებენ. საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რაც ხდებოდა რუსთაველზე, რომ ჩვენ ვიყავით ამ ყველაფრის ორგანიზატორები. დაახლოებით 20-მდე პოლიცია, რომლებიც უბრალოდ ზღაპრებს ხვებია, რომ ვითომ დაინახეს და მე ვიღაცა რომ ერთად რაღაცა ხალხს მოუწოდებდით რომ აბა გავექანეთ ახლა და შევარდით პარლამენტში, იქით მამუკა, ბადრი და გახარია მოუწოდებდნენ რომ ცეცხლი წაუკიდეთ, აი რაღაც ეგეთი სიგიჟეები წერია. 20 პოლიცია დაახლოებით 20-მდე პოლიციის ჩვენება. მეორე საქმე არის ეს მტრული სახელმწიფოებისთვის რაღაცა დახმარება ქვეყნის დასუსტების მის, სადაც საუბარი არის კონკრეტულად იმაზე, რომ ჩვენ პოლიტიკოსების ნაწილი მუშაობდის სხვადასხვა ქვეყნებთან იმისათვის, რომ დაესანქცირებინათ საქართველოში ქართული ოცნების ლიდერები. გასაგებია სხვადასხვა ლიდერებზე არის ლაპარაკი, მაგრამ ხო გასაგებია რომ თავარი არის ამბავი არის ბიძინას დასანქცირება. სინამდვილეში გვასამართებენ იმის გამო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებმა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი. მოკლედ შევაჯამოთ, დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია. გვასამართებენ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა ამერიკის შეერთებულ შტატებმა. ეგ არის მეორე იმაში, სადაც მტკიცებულებაა ჩვენი საჯარო განცხადებები, სადაც ლაპარაკობთ იმაზე, რომ მუშაობთ სანქციებზე. საერთო ჯამში 8 ბრალდებულს 11 ადვოკატი იცავს. მათი შეფასებით წარდგენილი ბრალი სამართლებრივი თვალსაზრისით აბსურდულია და პროცესი პოლიტიკური ფარსის ნაწილს წარმოადგენს. ეს არის საქმე, რომელიც არის თავიდან ბოლომდე სამართლებრივი თვალსაზრისით აბსურდული, არის შეკრებილი დაახლოებით 30-40 საქმე, რომლებიც იყო დაწყებული სხვადასხვა პოლიციის, ასე ვთქვათ, ორგანოებში. აღნიშნული საქმეები არის გაერთიანებული. სხდომას ნიკა მელია არ დაესწრება.
მისი პოზიცია რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური ფარსი და იგი არაპირებს პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობის მიღებას შესაბამისად როგორც ბრალდება საბოტაჟის ნაწილში, ასევე მთლიანად ეს პროცესი, რომელიც დაკავშირებული არის არარსებულ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ლიდერებთან მიმართებით სისხლის სამართლებრივი დევნის არაუკანონო ინსტრუმენტად გამოყენებასთან მიმართებით, აქ დღეს ნიკა არ დაესწრება და კიდევ ერთხელ ვამბობ, არაპირებს ამ მხრივ გარკვეულწილად მის შესაძლებლობა რომ შეიფუთოს ეს პროცესი როგორც სამართლებრივი პროცესი. სასამართლო პროცესზე ბრალდებულების მხარდასაჭერად მათი ოჯახის წევრები და თანაპარტიელები მივიდნენ. მათი შეფასებით ოპოზიციონერი ლიდერების ციხეში ყოფნა პოლიტიკური პროცესის სიკვდილს ნიშნავს. ბრალდებულთა ოჯახის წევრები ამბობენ იმასაც, რომ მათ დღევანდელი სხდომისგან რაიმე კანონიერი მოლოდინი არ აქვთ. დიდი ხანია ამ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს. ერთადერთი მოლოდინი, რაც დღეს შეიძლება მქონდეს მიან ნიკას ერთმანეთის ნახვა, ხალხის ნახვა და რა ვიცი. რაღაცა ემოციების გაზიარება დისტანციურად. დანარჩენი რა გითხრათ, ესეთ სპექტაკლზე ბევრჯერ ყოფილ ვარ, არაფერს ახალს არ ველი, ვიცი რომ ნიკას საქმე რო ჩაბარდა, შიგნით არაფერი არ ეწერა, პრაქტიკულად ცარიელი ფურცლებით გააცნეს ეს თემა. რა და როგორ განვითარდება არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ დღეს სასამართლო არ არსებობს და რაიმე კანონიერი მოლოდინები დღეს არ გაგვაჩნია. საერთო ვითარება გასაგებია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ამ ქვეყნის ბედი, მისი მომავალი და გასაგებია რომ პოლიტიკური ლიდერების ციხეში ყოფნა ნიშნავს პოლიტიკური ცხოვრების სიკვდილს, დასამარებას, ეს უნდა გაიგოს ყველა მოქალაქემ, იმიტომ რომ მათ მომავალზე აისახება, მათ კეთილდღეობაზე აისახება ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ეს არის რეჟიმის გადაწყვეტილება, რომ არ არსებობდეს პოლიტიკური პროცესი. ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეზე პროკურატურა გიორგი ვაშაძესა და ზურაბ გირჩი-ჯაფარიძეს საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ედავება. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ელენე ხოშტარიას ბრალის 3 მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საბოტაჟს, ამ დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. საქართველოს მესამე პრეზიდენტს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას ედავებიან. ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი ბრალის საბოტაჟის მუხლით აქვს წარდგენილი. ამ საქმეზე გიორგი ვაშაძესა და ზურაბ გირჩი-ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30,000 ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაუ აქვს შეფარდებული. ერთი მტკიცებულებაც კი არ მიუთითებს და არ ადასტურებს, რომ თითქოს და მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე რაიმე უკანონო ქმედებას ახორციელებდნენ. ესე იგი, დასკვნაში ბრალდების შესახებ დადგენილობაში წერია, რომ აქტიური ქმედებებით მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ახორციელებდნენ, მოუწოდებდნენ საზოგადოებას რევოლუციისკენ, მოუწოდებდნენ პარლამენტში შეჭრისკენ და ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონირების ხელის შეშლისკენ. ვერც ერთი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მსგავს მოქმედების განხორციელებას და ვერც ერთი ვიდეო მასალაც კი, რომელიც უპრეცედენტო კამერით არის აღჭურვილი საქართველოს პარლამენტის შენობა, რომლის წყალობითაც უამრავ მოქალაქეებს აჯარიმებენ იმ სახის ამოცნობი კამერებით. ვერც ერთი მტკიცებულება, ერთი ვიდეოც კი ვერ მოახერხა საქართველოს პროკურატურას, რომ წარმოედგინა, სადაც იქნებოდა აღბეჭდილი პირობითად მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის და რაიმე უკანონო განხორციელებული ქმედება. ბრალდებულთაგან ნაწილი მიხეილ სააკაშვილი, ელენე ხოშტარია და ნიკა მელია სხვა საქმეების გამო პატიმრობაში იმყოფებიან. წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო დაკავებული ნიკა გვარამია ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს. ამავე ბრალდებით ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემ სასჯელი უკვე მოიხადეს. წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო დააკავეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც, თუმცა მიხეილ ყავალაშვილის შეწყალების შემდეგ მათ ციხე დროზე ადრე დატოვეს.